მოგესალმებით, ჩემო კარგებო. პირველ რიგში დავიწყებ მადლობით და მადლიერებით. მადლობა, რომ ჩემთან ხართ, მადლობა თითოეული კომენტარის ავტორს, მადლობა ტკბილი სიტყვებისთვის, გაზიარებისთვის ვიდეოს, მოწონებისთვის, უკუკავშირისთვის და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ჩაფიქრებული ადამიანისთვის. გაშლა გავაკეთოთ სამ ვარიანტად. რომ გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება, მე გავაკეთებ სამ ვარიანტად. პირველი იყოს ეს სანთლის გოგონა, მეორე ვარიანტი იყოს აი ეს ანგელოზი და მესამე ვარიანტი იყოს ჩვენი შეყვარებულები. გადავდოთ მეორე, მესამე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მოგესალმებით პირველებო და ვნახოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანისთვის. მეგობრებო, აქ თქვენ მოგიწიათ წასვლა ურთიერთობიდან, ან ვუყურებ ისეთ ურთიერთობას, სადაც ერთ-ერთი თქვენგანი გასულია ურთიერთობიდან. საკმაოდ, თუმცა აქ წასვლა არის იძულებითი. არის ურთიერთობებიც, რომლებიც იშლება და ადამიანი მიდის თავისი ნებით, მაგრამ არის ისეთი ურთიერთობები, როდესაც ადამიანს გარემოებების გამო უწევს ურთიერთობიდან გასვლა. აქ სწორედ ეს სიტუაცია, როდესაც ერთ-ერთ თქვენგანს მოუწია ურთიერთობიდან გასვლა გარემოებების გამო. კარგით, ვნახოთ მთავარი კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ის ცხოვრებაში ფარული ადამიანი იყავით და შეიძლება სამკუთხედს ვუყურებდეთ აქ, ამ ადამიანის ცხოვრებაში თქვენ შემოგქონდათ სხვა ემოციები, სიხარული, ბედნიერება, თქვენთან თითოეული შეხვედრა ამ ადამიანს ანიჭებდა ძალიან დიდ ბედნიერებას, უღვიძებდა ცხოვრების შეცნობის წყურვილს. რაღაც მომენტში თქვენ დიდი პოზიტივით ავსებდით ამ ადამიანის ცხოვრებას. მაგრამ ამ ადამიანის ცხოვრებაში თქვენ იყავით ფარული პარტნიორი, ანუ შეიძლება მესამე ადამიანი და თქვენი ურთიერთობა აქ არ იყო დაკანონებული. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყავით ამ ადამიანის ცხოვრებაში. წარსულზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ აქ მიჩვენებს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი გარემოებების და გამო გასულია ურთიერთობიდან და კიდევ ერთი არკანით ვნახოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მის ცხოვრებაში. თუმცა მიუხედავად იმის, რომ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, სწორედ გარემოებების გამო ვერ მოხდა არჩევანი გაეკეთებინა თქვენზე. აქ ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც ვერ მოახერხა ამ ადამიანმა და არ იყო სიძლიერე, რომ აერჩიეთ თქვენ. და ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს, ანალიზებს და ასე ვთქვათ, ეიფორიაშია ჯერ კიდევ ეს ადამიანი ამ ურთიერთობიდან წასვლის შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანი ხართ. ძალიან დიდი სევდა, ეჭვიანობა, ბუნდოვნება იმ თქვენ და გაურკვევლობა. ამ ადამიანს აწყვალებს სწორედ ეს გაურკვევლობა და თქვენ საკმაოდ იტანჯებით აი ამ ბურუსით მოცულ სიტუაციაში, არ იცით რატომ, რისთვის მოხდა ეს ყველაფერი. ამ ადამიანისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, თუმცა აქ იყო ფაქტორები, რის გამოც მოხდა თქვენი დაშლა და დღემდე არ იცით რა და რატომ. დაგემშვიდობებით პირველებო, მე ველი თქვენს კომენტარებს და მოგესალმებით მეორეებო, ვინც აირჩიეთ ეს ანგელოზი. ამ ადამიანისთვის საკმაოდ სტაბილური ადამიანი იყავით, რომელსაც ჰქონდა თავისი საქმე,
შემდგარი ადამიანი იყავით, რომელიც დაკავებული იყო თავისი საქმით, ან სულაც შეიძლება თავისი ოჯახით და საქმეებით საკმაოდ საქმიან ადამიანად მოგისაზრებთ ეს ადამიანი, მაგრამ ახლა მე მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მისთვის. აქ ისევ პენტაკლები ამოვიდა, პროფესიონალი შეიძლება ხართ, ძალიან გადართული ხართ თქვენს საქმიანობაზე და პროფესიონალი ადამიანი ხართ, რასაც აკეთებთ მთელი გულით აკეთებთ და ეს ყველაფერი გამოგდით, გადართული ხართ თქვენს ფინანსურ ენერგიაზე და შემოსავლებზე, თავდაუზოგავად მუშაობთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი რაღაც თითქოს ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ბავშვით მოიქეცით. მაგრამ შეიძლება მის წარმოსახვაში მიუხედავად იმისა, რომ ასაკით შეიძლება არ იყოთ ძალიან პატარა, შეიძლება გამოიყურებით ძალიან ახალგაზრდულად, ძალიან ხალისიანი ადამიანი ხართ, ძალიან დიდი ხალისით ავსებდით მის ცხოვრებას, ინოვატორი ადამიანი ხართ. ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე ასე, რომ ძალიან დიდი ემოცია, სიხარული და სიხალისე შემოგქონდათ მის ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. თუმცა ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი ვალდებულებებიც გქონდათ ამავე დროს და შეიძლება დიდ დროს ვერც უთმობდით ამ ადამიანთა ურთიერთობას თქვენ. რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ამ ადამიანისთვის. ამ ადამიანისთვის კი ხართ მნიშვნელოვანი, მაგრამ თითქოს თქვენ ვერ გააკეთეთ აქ არჩევანი. შეიძლება რაღაც არჩევანის წინაშე იდექით და თქვენ ამ ადამიანზე არ გააკეთეთ არჩევანი. რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ამ ადამიანისთვის. მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, მეგობრებო, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მაინც და მაინც თქვენ ვერ გააკეთეთ არჩევანი ამ ადამიანზე და ამ ადამიანს თითქოს გულის ტკივა ამ ყველაფერზე. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ არ გამოხატავდით აი ემოციებს ჩაფიქრებული ადამიანის მიმართ, რასაც ის იმსახურებდა, ან რაც მას სურდა. თითქოს თქვენ აჩერებდით თქვენს ემოციებს და სრულად არ გამოხატავდით ამ ადამიანის მიმართ. და ეს ადამიანი ფიქრობს, თვითონ ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე, რომ თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი თვითონ და ამიტომ ფიქრობს, რომ თვითონაც ასე ფიქრობს, რომ ნუ აი თუ მე არ ვარ მისთვის მნიშვნელოვანი, არც ის არ უნდა იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგრამ ამ სიტყვებით ეს ადამიანი აჯერებს თავის თავს აი ამ ყველაფერს. რამდენად მნიშვნელოვანი ხართ? ემოციები აკლდა ამ ადამიანს თითქოს რაღაც იყო თქვენს ურთიერთობაში, რაც მას არ კმაროდა, თითქოს თქვენ არ იხსნებოდით ამ ადამიანთან ბოლომდე და ეს ადამიანი ნაწყენიცაა და ფიქრობს, რომ არც თქვენ არ უნდა იყოთ მნიშვნელოვანი მისთვის, როგორც ის არ იყო თქვენთვის. დაგემშვიდობებით მეორეებო და მესამეებო, მოგესალმებით, მე თქვენს კომენტარებს ველი. აქაც დაპაუზებული ურთიერთობა, ჩიხში ხართ რაღაცნაირად, იყო თქვენ შორის. შეიძლება აქაც ერთ-ერთმა თქვენგანმა დატოვა ურთიერთობა და ახლა შეიძლება იყო ტყუილიც თქვენს ურთიერთობაში და ახლა ხართ გამოვალ სიტუაციაში და არ იცით როგორ გამოგვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან. რაღაც ჩიხში ხართ, მეგობრებო, მოქცეული და ვერ გამოდიხართ აი ამ მდგომარეობიდან, საკმაოდ დაძაბული ხართ. რამდენად მნიშვნელოვანი ხართ, ამ ადამიანს აქვს
საშინელი მიჯაჭვულობა თქვენს მიმართ და სურვილი აქვს კიდევ ერთხელ სცადოთ ეს ყველაფერი თუ ახლა არ ხართ. ან თუ უბრალოდ გავბუტულები ხართ დროებით, მაშინ მას სურვილი აქვს რომ წამოიწყოს კიდევ ერთხელ სცადოს. ამ ადამიანს აქვს საშინელი მიჯაჭვულობა, ფიქრები, ემოციები და აი ამ ყველაფერს ვერ აღწევს თავს. რამდენად მნიშვნელოვანი ხართ? მისთვის იმპერატრიცა ხართ, თუმცა შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი ქორწინებაში იმყოფებით და ამ ადამიანისთვის და სწორედ ეს ჩიხიც და ბორკილებით თქვენ შემთხვევაში სწორედ ურთიერთობის დაპაუზების იყოს ის, რომ ერთ-ერთი თქვენგანი იმყოფებოდეს ქორწინებაში და სტაბილურ ურთიერთობაში, რაც არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ განვითარდეს თქვენი ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ ამ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. უმნიშვნელოვანი ქალბატონი ხართ, რომელსაც შეუძლია მისცეს, რაც ამ ადამიანს სურს, ყველაფერი, რესურსი, ქალური ენერგიები, ძალა, რომ თავის სამსახურეობრივ საქმიანობას თავი გაართვას, შედგეს როგორც ნამდვილი მამაკაცი და რეალიზდეს და ფეხზე მყარად იდგეს. ყველანაირი მამოძრავებელი ძალა ამ მამაკაცისთვის და ენერგიის წყარო ხართ თქვენ. აქ ის ვარიანტია, როდესაც არც კი მაქვს სურვილი დავამატო კიდევ ერთი არკანი, იმიტომ რომ აქ მიმაჩნია, რომ სამკუთხედია და ერთ-ერთი თქვენგანის მხარეს არის სტაბილური ოჯახი, რაც ხელს გიშლით, რომ თქვენი ურთიერთობა წინ წავიდეს. ასე რომ მესამე უმნიშვნელოვანესი ადამიანი და ქალბატონი ხართ ამ ადამიანის ცხოვრებაში, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია მისთვის. მე ველი თქვენს კომენტარებს და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.